დავიწყოთ კომიტეტის ხდომა, ქორუმი გვაქვს. მოგესალმებით. შეგვიძლია შეუდგეთ მუშაობას. მივესალმები გარემოსა და სოფლის მეურნეობის დაცვის მინისტრის მოადგილეს, ბატონ იური ნოზაძეს, რომელიც მოხსენებელია პირველ საკითხთან დაკავშირებით. დღევანდელი ჩვენი კომიტეტის ხდომის დღის წესრიგი განსაზღვრულია სამი საკითხის განხილვა. პირველ საკითხად ჩვენ მესამე მოსმენით განვიხილავთ კანონში ცვლილებას, რომლითაც კორექტირება შედის თუშეთის პაწარაბაბანეულის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ საქართველოს კანონში. კანონ პროექტს განვიხილავთ, როგორც უკვე ვთქვი, მესამე მოსმენით. მეორე საკითხად წარმოდგენილია ჩვენი კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც ჩვენ უნდა დავამტკიცოთ კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ამ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის აპარატი ძალიან მოკლე პრეზენტაციას წარადგენს და მესამე საკითხად ასევე გვაქვს წარდგენილი 2024 წლის ანგარიში ჩვენი კომიტეტის, რაც ბუნებრივია ჩვენ რეგლამენტის გვევალება. თუ რაიმე კითხვები არ გვაქვს დღის წესრიგთან დაკავშირებით, შეგვიძლია კენჭი უყაროთ და გადავიდეთ მუშაობაზე. დიდი მადლობა. ახლა ბატონ იურის ვთხოვ, რომ წარმოადგინოს მესამე მოსმენით კანონში ცვლილებები. მოგესალმებით, დიდი მადლობა ბატონ მაია. როგორც უკვე აღინიშნა, მესამე მოსმენით წარმოვიდგენთ განსახილვად წარმოიდგენთ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილ კანონ პროექტს თუშეთის პაწარაბაბანეულის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნას და მართვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ცვლილება მიზნად ისახავს თუშეთის დაცული ლანდშაფტის გაფართოებას 2245 ჰექტრით, გასაფართოებელი ტერიტორია მოიცავს ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ პათანას და მის მიმდებარე ტერიტორიებს. კანონ პროექტის მეორე მოსმენაზე გაკეთებული შენიშვნები გახდა სრულიად რედაქციული ხასიათის და ყველა მათგანი იქნა გათვალისწინებული მესამე მოსმენაზე წარმოდგენის საბოლოო ვერსიაში. რედაქციული შენიშვნები მოიცადა ძირითადად პუნქტების გადანომრას, რამოდენიმე ორთოგრაფიულ შესწორებას და ფორმულირების დახვეწას, აგრეთვე კანონის ამოქმედების თარიღის შეცვლას, რაც გულისხმობს კანონის ძალაში შესვლას 1 მარტიდან. მოკლე ინფორმაციას მოგაწვით ამ კანონ პროექტის შესახებ. საქართველოს კანონის პროექტის თუშეთის პაწარაბაბანეულის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე შემუშავების მიზანია სოფელ პათანასა და მიმდებარე ტერიტორიების დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭებას, რის შედეგადაც ახმეტის მუნიციპალიტეტში თუშეთის დაცული ლანდშაფტი გაფართოვდება 2245 ჰექტრით, რაც საერთო ჯამში 34280 ჰექტარს მოიცავს, როგორც თქვენ იცით, მთლიანობაში. კანონ პროექტის მიღების შედეგად გაფართოებულ არეალზე გავრცელდება დაცული ლანდშაფტის მართვასთან დაკავშირებული რეგულაციები, რაც დადებითად აისახება ბუნებრივი რესურსებით მდგრად სარგებლობის წახალისებაზე, ეკოტურიზმის პოტენციალის გაუმჯობესებას და არეალში უკანონო საქმიანობის აღმოფხვრაზე. ტერიტორიისთვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭება ხელშეუწყობს მნიშვნელოვანი სათუშო არეალის შენარჩუნებას, 2 საუკუნის განმავლობაში აქ არსებული დასახლების ისტორიული იერსახის აღდგენას შენარჩუნებას, წობა თუშების მამაპაპისეულ მიწაზე დაბრუნებას და ტრადიციული თუშური მომთაბარე მეცხვარეობა მესაქონლეობის განვითარებას. გარდა ამისა, კანონ პროექტით გათვალისწინებული ცვლილება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ შედეგად უკეთესად დაკავშირდება სამი დაცული ტერიტორია: პაწარას სახელმწიფო ნაკრძალი, ილტოს აკვეთილი და თუშეთის დაცული ტერიტორიები. ეს ხელშეუწყობს ქვეყანაში დაცული ტერიტორიების ერთიანი ქსელის შექმნას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გაფართოებული ტერიტორიის განვითარება მოხდება ქალაქმშენებლობითი გეგმების შესაბამისად, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო და თანხმდრაში იქნება დაცული ლანდშაფტის კატეგორიის მიზნებთან.
კანონის მიღების შედეგად გაფართოებული ტერიტორიის ეფექტური მართვის მიზნით მართვის ორგანოს IP თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციაში დამატებით დასაქმდება კიდევ 4 პიროვნება. სოფელ პატანასა და მიმდებარე ტერიტორიებისთვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭების საკითხი ეფუძნება თუშეთის სათემო საბჭოს ინიციატივას და შეთანხმებული ადგილობრივ მოსახლეობასთან და თვითმმართველობასთან. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიული დეპარტამენტის მიერ იქნა ასევე ის შენიშვნები გათვალისწინებული და ასე ვთქვათ ჩვენ რედაქციული სახით განვიხილავთ შესაბამისად ყველა საკითხი კორექტირებული. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ივრაკი, რაიმე კითხვები ხო არა გვაქვს მესამე მოსმენით რედაქციული ხასიათის კითხვები არა გვაქვს. შესაბამისად შეგვიძლია კენჭი უყაროთ ამ საკითხს და გადავიდეთ მომდევნო საკითხზე, ვინ არის თანახმარო მესამე მოსმენით კენჭი ეყაროს წარმოდგენილ კანონპროექტს. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ბატონო იური. ჩვენ ახლა უნდა გადავიდეთ, როგორც უკვე თქვი, 20-25 წლის სამოქმედო გეგმაზე და მესამე საკითხად ასევე წარმოდგენილი იქნება 20-24 წლის ანგარიში, რასაც პრეზენტაციის სახით მოვისმენთ. სანამ პრეზენტაციას გააკეთებდეს აპარატი და აპარატს კიდევ ერთხელ ვთხოვ, რომ შეძლებისდაგვარად ძალიან მოკლედ ძირითადი მიმართულებები აღვნიშნოთ, როგორც ანგარიშის, ასევე საომავლო საქმიანობის გეგმის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ მეათე მოწვევის პარლამენტში ვიმუშავეთ სამოქმედო გეგმის შესაბამისად, რომელიც ადეკვატური იყო როგორც სამთავრობო პროგრამის, ასევე ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამის და ასევე მიუყვებოდა ასწლების ხელშეკრულების დღის წესრიგს და შეიძლება ითქვას, რომ 20-24 წლის ანგარიშთან მიმართებით, რომ საკმაოდ ბევრი მიმართულება, როგორც გარემოსდაცვის, ასევე გარემოსდაცვის სატრანსპორტო, გარემოსდაცვისა და ურბანული მიმართულებით ძალიან ასე ვთქვათ, ეფექტიანად გადაიჭრა, მათ შორის იმ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც კომიტეტთან არსებული იყო და იმუშავა სხვადასხვა კანონპროექტებზე. გამოვყოფთი ანგარიშთან მიმართებით, რომელსაც ჩვენ მესამე საკითხად მოვისმენთ, ასე ვთქვათ, გავაერთიანებ ანგარიშთან მიმართებით კომიტეტის მიერ გაწეულ საქმიანობას, რომლის შედეგადაც ჩვენ მთავრობასთან ერთად ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ და ტექდათვალიერების სისტემის გაუმჯობესებისთვის რიგი კანონები იქნა მიღებული და მათ შორის შემდგომ მთავრობის აქტები და ასევე ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლთან დაკავშირებით საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ჯერ საკანონმდებლო და შემდგომ უკვე ახსრულებითი კუთხით სამინისტროს მიერ. ასევე გამოვყოფთი იმ ცვლილებებს, რომელიც კომიტეტის მიერ დაინიცირდა, ასევე და ეგრეთ წოდებული ამტვერებისა და მშრალი მასალის მშრალად დამუშავების საკითხები თბილისის გარდა მთელ საქართველოზე გავრცელდა და ასევე გამოვყოფთი გამწვანების პროექტის სამშობლო ნებართვაში ინტეგრირების საკითხს, რომელიც მხოლოდ დედაქალაქში მუშაობდა და ჩვენი მუშაობის და პარლამენტის მხარდაჭერის შედეგად უკვე მთელ საქართველოში არსებობს ეს რეგულაცია. დანარჩენთან დაკავშირებით აპარატი მოგვახსენებს და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ისევე როგორც მეათე მოწვევის პარლამენტში, ამ პარლამენტში ჩვენი სამოქმედო გეგმის 4 მთავარი მიმართულება იქნება განსაზღვრული. ეს არის გარემოსდაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა და ამ კუთხითაც სტანდარტების გაუმჯობესება და იმ ვიმედოვნებ, რომ ნარჩენების მიმართულებით ჩვენ გარკვეულ ნაბიჯებს გადავდგამთ მეათე მოწვევის პარლამენტში. ასევე ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის კლიმატმედეგი ურბანული განვითარება და ამ ჭილში ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე წლის ბოლოს კომიტეტის ინიციატივით დაინიცირდება კლიმატის შესახებ კანონის პროექტი, რომელიც ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, მათ შორის ენერგეტიკული გაერთიანების ვალდებულებების შესრულების კუთხით და ასევე კიდევ ერთი მიმართულება, ეს არის ცირკულარული ეკონომიკა, რის ფარგლებშიც ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი კანონპროექტები გვექნება საქართველოს მთავრობასთან ერთად დასამუშავებელი და ასევე ერთ კანონპროექტს გამოვყოფ შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ, რომლის მიღებას მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტი მიმდინარე წელს აუცილებლად შესძლებს. ეს იყო ძალიან მოკლედ და აპარატს ვთხოვ, რომ ჩემზე მოკლედ იქნებ შეძლოთ და წარმოადგინოთ პრეზენტაცია. დიდი მადლობა.
დიდი მადლობა ქალბატონო მაია. შევეცდები რაც შეიძლება მოკლედ წარმოგედგინოთ გარემოსდაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში და პირველ რიგში მოგახსენებთ იმ სხდომების რაოდენობის შესახებ, რომელიც 2024 წლის ფარგლებში გავმართეთ. 2024 წლის ფარგლებში ჩატარდა 11 კომიტეტის სხდომა, აქედან ერთი გასვლითი კომიტეტის სხდომა, გარემოსდაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი გახდა წამყვანი კომიტეტი 51 კანონპროექტზე, ხოლო როგორც სავალდებულო დასკვნის მიმცემმა კომიტეტმა განიხილა 11 კანონის პროექტი და 7 საერთაშორისო ხელშეკრულება. ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კომიტეტის წევრების მიერ იქნა ინიცირებული 7 კანონის პროექტი და 2024 წლის ფარგლებში ჩვენ განვიხილეთ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების 212 განცხადება. რაც შეეხება გარემოსდაცვას და კონსერვაციას, აქ აუცილებლად მოკლედ უნდა ვისაუბრო დაცულ ტერიტორიებზე. 2024 წლის აპრილში შეიქმნა ახალი დაცული ტერიტორია, ეს არის გურიის ეროვნული პარკი. გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, კერძოდ ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 15310 ჰექტარს მიენიჭა დაცული ტერიტორიის სტატუსი და შეიქმნა ეს ახალი ეროვნული პარკი და ამ კანონპროექტის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე იმ 20 პირისათვის, რომლებიც დასაქმდნენ გურიის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში. ასევე ცვლილებები შევიდა კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ კანონში. აქ მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ გათვალისწინებული იქნა ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა და ეკონომიკური საჭიროებები და 2028 წლის 1 იანვრამდე დასაშვები გახდა შიგაწვისრავიანი თხევად-საწვავს და მომუშავე ნავებით და პონტოებით, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება, ასევე ვიზიტორთა გადაადგილება. ახლა მოგახსენებთ ძალიან მოკლედ იმ საკანონმდებლო პაკეტების შესახებ, რომლებზეც კომიტეტი 2024 წელს მუშაობდა და განაგრძობს მუშაობას. პირველი ეს გახლავთ კლიმატის კანონის პროექტი. თქვენ იცით, რომ 22-23 წლებში ჩვენ შევიმუშავეთ კლიმატის კანონპროექტისათვის საკონსულტაციო დოკუმენტები, მწვანე და თეთრი წიგნები, ხოლო ახლა კომიტეტმა აქტიური მუშაობის შედეგად შეიმუშავა კლიმატის კანონპროექტის პირველადი სამუშაო ვერსია. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კანონის მიღება საქართველოსთვის არა მარტო როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრი სახელმწიფოსთვის, ასევე როგორც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმომწერი მხარისათვის, იმდენად რამდენადაც სწორედ ენერგეტიკის და კლიმატის რეგულირების ევროკავშირის სამართალთან დაახლოება წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთ ქვაკუთხედს. ასევე მეორე კანონის პროექტი, რომელზეც მინდა მოკლედ ვისაუბრო, ესეც არის საკანონმდებლო პაკეტი შინაურბინა და ცხოველთა შესახებ და ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ მოგეხსენებათ, ეს სფერო იყო წლების განმავლობაში საკანონმდებლო მოწესრიგების მიღმა. არსებობს მხოლოდ ცალკეული სანქციები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, მაგალითად ზაღლის გასეირნების წესის დარღვევისთვის, ალიკაპის და საბელის გარეშე და ასევე მხოლოდ ცალკეული სანქცია სისხლისამართლის კოდექსში, ეს არის ზაღლის და კატის წამების კუთხით, მაგრამ ეს სფერო სრულყოფილად არ არის დარეგულირებული. სწორედ ეს მიზანი აქვს ამ საკანონმდებლო პაკეტს, რომ სისტემურად, კომპლექსურად, სრულყოფილად დაარეგულიროს ეს სფერო და გადაჭრას მათ შორის ისეთი მძიმე გამოწვევა, როგორიც არის უპატრონო ცხოველების, უპატრონო ძაღლებისა და კატების პოპულაციების მართვა. რადგან დროში ვართ შეზღუდული დანარჩენ კანონპროექტებზე, მხოლოდ სათაურებს მოგახსენებთ და შემდეგ თუ კითხვა იქნა, სიამოვნებით გაგცემთ პასუხს. ეს არის ენერგოეფექტურობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები, შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები, ასევე ჩვენ განვიხილეთ დადგენილება ენერგოდამოუკიდებლობის შესახებ და ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები და ასევე რაც ძალიან საინტერესოა, გარემოსდაცვის კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფო ენერგეტიკის პოლიტიკას და მის დანარჩ ენერგეტიკის და კლიმატის ინტეგრირებულ გეგმას. თუ რამე კითხვა იქნება ამასთან დაკავშირებით, სიამოვნებით გიპასუხებთ. ახლა გადავიდეთ საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმზე. თქვენ მოგეხსენებათ, რომ საპარლამენტო ზედამხედველობის ერთ-ერთი მექანიზმია თემატური მოკვლევა და სწორედ ეს ინსტრუმენტი და მექანიზმი გამოიყენა გარემოსდაცვის კომიტეტმა 2024 წელს. კერძოდ ჩვენ ჩავატარეთ თემატური მოკვლევა თემაზე საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობები და გამოწვევები და გამოვლინდა მთელი რიგი საკითხები, სადაც საჭიროა როგორც ინსტიტუციური მექანიზმების და საზედამხედველო მექანიზმების შემოღება, ასევე რაღაც ხარვეზები, რომლისთვისაც აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და შემუშავდა 14 რეკომენდაცია თემატური მოკვლევის ანგარიშის დამტკიცებისთანავე. 14-ვე რეკომენდაცია გავუგზავნეთ თითოეულ ადრესატ უწყებას და განუსაზღვრეთ ასევე ვადა ამ რეკომენდაციათა შესრულებისათვის. ასევე მოკლედ მოგახსენებთ, მხოლოდ სათაურებს გეტყვით, რომ 2024 წლის განმავლობაში
კომიტეტში მუშაობდა 4 სამუშაო ჯგუფი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონებელქვისა და ეკოტრანსპორტის დანერგვის ხელშეწყობის საკითხების შემსწავლელი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებზე ბიზნეს სექტორთან მომუშავე ჯგუფი, ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი და სატყეო რეფორმის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. და ბოლოს რომ შევაჯამოთ სრულად შესრულდა აქტივობათა 70%, რაც გახლავთ 46 აქტივობა, მეტწილად შესრულდა აქტივობათა 17%, რაც გახლავთ 11 შესრულებული აქტივობა მეტწილად და დარჩა შესრულებელი მხოლოდ აქტივობათა 13%, ანუ შეუსრულებელი დარჩა მხოლოდ 9 აქტივობა. რაც შეეხება 2025 წლის სამოქმედო გეგმას, მოგახსენებთ ჩემი კოლეგა ქალბატონი ელისა შანავა, დიდი მადლობა. ნათი, ისე დავამატოთ, რომ ის შესრულები, აქტივობის შესრულება ძირითადად ისე საკითხებთან იყო დაკავშირებული, სადაც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებზე ვიყავით. კი ბატონო, დამოკიდებული და გამომდინარე გარკვეული მიზეზების გამო, მათ შორის კომიტეტმა თავადვე ისურვა, რომ გარკვეული აქტივობები გადაეცა. კი ბატონო. საჯარო შეხვედრებს ეხებოდა დიდი ნამდვილად. მადლობა. მე ახლა წარმოგიდგენთ იმ აქტივობებს, რომელსაც კომიტეტი 2025 წელს საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიის ფარგლებში განახორციელებს. ძირითადად ეს აქტივობები ასახულია ეხლა რაც პრეზენტაციაზე იქნება გამოტანილი სამოქმედო გეგმაში, რომელსაც თქვენ დაამტკიცებთ ჩემი პრეზენტაციის დასრულების შემდგომ. 2025 წელს კომიტეტის სამოქმედო გეგმის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებებია: გარემოს დაცვა, მწვანე ეკონომიკა, დაბალი მისიანი და კლიმატმედეგი ურბანული განვითარება და ცირკულარული ეკონომიკა. ასევე ამას თან ახლავს ორი თამდევი სტრატეგიული მიმართულება, ეს გახლავთ გარემოს დაცვითი მართვის მექანიზმები და გარემოს დაცვითი დემოკრატია. 2025 წლის სამოქმედო გეგმის ძირითადი გარემოს დაცვითი მიმართულების მდგრადი განვითარების მიზნებია ჯანსაღგარემოში ცხოვრება, სუფთა წყალი, ანუ სულ 12 მიზანია წარმოდგენილი. ახლა წარმოგიდგენთ 2025 წლის კომიტეტში დაგეგმილია 2025 წელს საკანონმდებლო საქმიანობა, ანუ კანონშემოქმედებითი საქმიანობები წარმოდგენილი იქნება კანონპროექტები, რომლებიც ზოგი იქნება ახალი კანონი, რომელიც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან, ამ მიზნით არის შემუშავებული და ზოგ კანონპროექტებში კიდე შედის ცვლილებები. ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ თუ რა ცვლილებებია შესული თითოეულ კანონპროექტში. პირველი ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების ინიციატივით შემუშავებული შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტი, ეს არის ახალი კანონი, ანუ დღეს არ არსებობს ეს კანონი. საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს შინაური ბინადარი. ეს აღარ გვიდა ამაზე ვისაუბრეთ. უკვე მესამე გამოდის არ ვინც ისაუბრებს. ანუ კლიმატის ცვლილებაზე ეს ამაზეც ვისაუბრეთ, გადავიდეთ თავრობის ინიციატივებზე და რა თქმა უნდა ჩვენ დაუგეგმავი კანონპროექტებიც გვექნება. თავრობაზე გადადი. ამის შემდეგ ხო. ახლა წარმოგიდგეთ მთავრობის ინიციატივით წარმოსადგენ კანონპროექტების ნუსხას. ესე იგი, პირველი კანონპროექტი ეს გახლავთ ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონი, რომელიც არის ახალი კანონი და ამ კანონპროექტის მიზანია შექმნას ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის მყარი სამართლებრივი საფუძვლები. შემდეგი კანონპროექტი გახლავთ გარემოს დაცვის შესახებ კანონპროექტი, რომლის მიღება განპირობებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშესაწყობა და სათბური გაზების ემისიების შემცირებასთან საჭირო ზომების გასატარებლად. შემდეგი კანონპროექტით იგეგმება ცვლილებები სისხლის სამართალსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. კოდექსით, ანუ ცვლილებით მკაცრდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სახერხ საამქროში უკანონოდ მოჭრილი მრგვალი ხეტყის დასაწყობებაზე და ასევე მკაცრდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სახერხის საამქროს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით არამარკირებული მრგვალი ხეტყის განთავსების თაობაზე. გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსში იგეგმება ცვლილება, ეს ამის მიზანია, ამ ცვლილების მიზანია, რომ
კარგით, აღარ ვისაუბრებ. ნადირობის შესახებ კანონპროექტი გახლავთ. ახალი კანონი და ესეც ითვალისწინებს საქართველოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას და სანადიროს სახეობების და საბინადრო გარემოს მდგრად მართვას მოიცავს. თუ შედება წერა ბაბანაურზე ბატონმა იურიმ ისაუბრა და აღარ შევჩერდები ამ თემაზე და რაჭის დაცული ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ კანონპროექტში შედის ცვლილება, რომლითაც იზრდება რაჭის დაცული ეროვნული პარკის ფართობი. ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დაარსდება 4 ბუნების ძეგლი და 1 ამბროლაურის დაცული ლანდშაფტი და ამათ მართვაზე პასუხისმგებელი გახდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტი. 2025 წელს კომიტეტში იგეგმება 2 სამუშაო ჯგუფი შექმნა. პირველი გახლავთ გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების საკითხებზე ბიზნეს სექტორთან მომუშავე სამუშაო ჯგუფი და მეორე გახლავთ ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. ორივე ამ სამუშაო ჯგუფის დამტკიცება მოხდება ხვალინდელი კომიტეტის ხდომაზე. ასევე მოგახსენებთ, რომ კომიტეტის საქმიანობისათვის მნიშვნელოვანია, რომ კომიტეტის საქმიანობა იყოს გამჭვირვალე. ამ მიზნით კომიტეტი გააგრძელებს აქტიურ მუშაობას როგორც საქართველოს მთავრობის შესაბამის უწყებებთან, ასევე საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სხვა დაინტერესებულ პირებთან, კერძო სექტორთან, ექსპერტებთან და ყველა ამ კომიტეტის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება პროაქტიულად სოციალური მედიის პლატფორმებსა და ვებგვერდზე. შემდეგი მოგახსენებთ, რომ პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად კომიტეტი ახორციელებს საზედამხედველო ფუნქციის ფუნქციას. ამ მიზნით კომიტეტი მოისმენს მის წინაშე ანგარიშვალდებული უწყებების ანგარიშებს და ჩამოვთვალო თუ მომისმენთ. კარგი და ბოლოს მაშინ გადავალ, რომ 2025 წელს დაგეგმილია კომიტეტის გასვლითი სხდომები და ასევე კომიტეტის გასვლითი სამუშაო შეხვედრების ჩატარება. ეს იყო მაქსიმალურად ვეცადე, რომ თუ რამე კითხვები გექნებათ, ჩვენ მე და ჩემი კოლეგა გიპასუხებთ ამომწურავად. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. რეალურად ძალიან მოკლედ იყო ის ყველაფერი, რასაც ველით, ბუნებრივია ეს არის ის, რაც დაგეგმილია და რაც ბუნებრივია არ გამორიცხავს იმას, რომ იქნება სხვა აქტივობები, რომელიც განხორციელდება საჭიროების ამებრ. თუ რაიმე კითხვები გვაქვს მეორე და მესამე საკითხთან დაკავშირებით, შეგვიძლია განვიხილოთ, ან რაიმე რეკომენდაცია, ჩვენ ასევე მოხარული ვიქნებით, რომ კომიტეტის წევრებიც ასე ვთქვათ, უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები თვითონ კანონპროექტების განხილვაში, განსაკუთრებული მხარდამჭერა პირადად მე დამჭირდება თქვენი შინაურ ბინადარ ცხოველთა კანონპროექტთან დაკავშირებით, საკმაოდ დიდი პერიპეტიები განიცადა ამ კანონმა, თუმცა ახლა ასე ვთქვათ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც კანონის აღსრულების ნაწილის პრინციპებს გავდივართ საქართველოს მთავრობასთან და იმედი მაქვს, რომ პირველი მოსმენით მალე მივიღებთ. თუ კითხვები არ არის, ძალიან დიდი მადლობა აპარატს გაძლევისთვისაც, სისწრაფისთვისაც, თქვენი მუშაობისთვის, ნაყოფიერ მომდევნო სამუშაო დღეებს და წლებს გისურვებთ და დიდი მადლობა კომიტეტის წევრებს და ჩვენ ახლა კენჭი უნდა უყაროთ ორივე საკითხს. პირველი კენჭი უნდა უყაროთ სამოქმედო გეგმის დამტკიცებას. გთხოვთ უყაროთ კენჭი. ძალიან დიდი მადლობა და ახლა კენჭი უნდა უყაროთ ასევე ცნობაც მივიღოთ 2024 წლის ანგარიში ჩვენი კომიტეტის მუშაობის. ძალიან დიდი მადლობა კომიტეტის თომა დახურული.